მოდი დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ გადავანაწილოთ ქორწილის ბიუჯეტი სწორად. სანამ ბიუჯეტის გეგმარებაზე გადავლოთ, მნიშვნელოვანია რომ ჩამოყალიბდეთ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩამოყალიბდეთ სტუმრების რაოდენობაზე და პერიოდზე. ამის შემდეგ დაიწყეთ იმ ძირითადი კატეგორიებით, რომლის გარეშეც ქორწილი ფიზიკურად ვერ შედგება. მაგალითად, ლოკაცია, მენიუ, ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი. ეს არის ის ძირითადი ნაწილი, სადაც ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი გჭირდებათ. შემდეგ მოდის დეკორი და ფლორისტიკა. აქაც მნიშვნელოვანია ბალანსი. არ არის საჭირო გადაჭარბება. დასამახსოვრებელ დეკორს ქმნის არა ყვავილების და დეკორაციების რაოდენობა, არამედ ნაფიქრი კონცეფცია, იდეა და დეტალები. შემდეგი ნაწილია ტექნიკური დეტალები. განათება ხმა, სცენა, შოუს ელემენტები, სპეცეფექტები, არტისტები. ეს უფრო ვიზუალური ნაწილია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს სწორედ ის ემოციებია, რაც თქვენ და თქვენ სტუმრებს დიდხანს გაყვებათ. და ყველაზე ბოლოს მოიტოვეთ კაბა, კოსტიუმი, აქსესუარები და საჩუქრები სტუმრებისთვის. ეს დეტალები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო პირადულია და თქვენს დღეს კიდევ უფრო ემოციურს გახდის. თავარი, რაც უნდა დაიმახსოვროთ, ბიუჯეტი უნდა ასახავდეს თქვენს პრიორიტეტებს და არა სხვების მოლოდინების გამართლებას. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ატმოსფერო და ემოციები, ინვესტიცია სწორედ ამ ნაწილში ჩადეთ. ხოლო თუ გსურთ ვიზუალურად ძლიერი კონცეფცია, აქცენტი გააკეთეთ დეკორსა და ფოტო-ვიდეო გადაღებაზე. შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით, თუ რა შეცდომებს უშვებენ წყვილები ბიუჯეტის დაგებვის პროცესში და როგორ უნდა ავირიდოთ ზედმეტი ხარჯები ხარისხის დაკარგვის გარეშე.